ჩემი გადაცემის ძველი მაყურებლები ვინც ხართ, კარგად გემახსოვრებათ, როგორ დავიწყე ზოგადად ემიგრაციის პროექტზე მუშაობა. არანაირი სპონსორი არ მყავდა, მე თვითონ ამერიკაში მუშაობდი სხვაგან. ამ ხებას მე მივუხდიდი ჩემს ოპერატორებს და მოკლედ ძალიან რთული იყო რა, მაგრამ მაინც გავაკეთე. და დღეს შევწელით ის, რომ დღეს ჩემს გადაცემას ყავს არაჩვეულებრივი მეგობარი კომპანიები, რომლებიც კი დაინტერესდნენ ემიგრაციით და რომელთა ინტერესიც არის, რომ ემიგრანტების ისტორია და ხმა ისმოდეს საქართველოში. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ისტორიულ ამბავს ვაკეთებთ, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც და საერთოდ რატოც დავიწყე ხო ამ პროექტზე მუშაობა, რომ თითქოს ემიგრანტები აღარ არსებობდნენ და წავიდნენ ქართველები საქართველოდან და აი მათი ისტორიებიც აი ვის რაში აინტერესებდა რა, მოკლედ და ეგ იყო ჩემი მიზანი, რომ ყველას გაგვეგო, რომ ემიგრანტებიც არიან ქართველები. და ამ ვიდეოს რატომ წერა, რამდენიმე შეტყობინება მივიღე, რომ აი იმდენი სარეკლამო ჭრა არისო, რომ ცოტაო დავიღალეთო რა და მეგობრებო, წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება რომ გავაკეთო ეს გადაცემა ისე, რომ სპონსორები არ მყავდეს, ანუ წარმოუდგენელი ამბავია, ანუ პირიქით, რაც მეტი სპონსორი იქნება გადაცემაში, უფრო კარგ პროდუქტს შევქმნით. ანუ წარმოიდგინეთ, რომ მე მივდივარ ამერიკაში, გადაცემებს ვწერ, ბრუნდები საქართველოში, ვამონტაჟებ ამ მასალას და თქვენ გაცნობთ ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ემიგრაციის ისტორიას ერთ დიდ პროექტში ვუყრი თავს და მოკლედ ნუ მიწყენთ იმაზე, რომ მყავს სპონსორები. რა სპონსორების გარეშე მე ფიზიკურად დამოუკიდებლად ამ ყველაფერს ვეღარ შევძლებდი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი ვაკეთებდი ამ ყველაფერს მხოლოდ მე. მოკლედ, ძალიან ბევრ სიტყვას გიგზავნით და მიყვარხართ.